დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. რელიგიური სწავლების თანახმად დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან სახარების თანახმად ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. სამების საკათედრო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში გენო ოსიღმაშვილი გვერდდება. გენო, გისმენთ. სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება ზუსტად 2 საათზე დაიწყო. ზუსტად იმ დროს, როდესაც ქვეყნის სხვა მოქმედ ყველა ტაძარსა და ეკლესიაში დაიწყო დიდი პარასკევის მწუხრის ჟამი. დღევანდელი დღე, როგორც თქვი, ლაშა არის ყველაზე მძიმე დღე ქრისტიანულ სამყაროში და ამ დღეს აღნიშნავს ეკლესია. ხოლო საათი 2 საათი, როცა იწყება ღვთისმსახურება საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში, სიმბოლურად არის შერჩეული იქიდან გამომდინარე, რომ საეკლესიო სწავლების მიხედვით იესო ქრისტე ახლობით 12 საათისთვის გააკრეს გოლგოთაზე ჯვარზე და ის 3 საათის განმავლობაში ეწამებოდა. საქართველოში 2 საათზე იწყება ეს ღვთისმსახურება და დაახლოებით უკვე 3 საათისთვის რო გადასდება, იწყება უშუალოდ გარდამოხსნის ეპიზოდი და აი ჩვენ სწორედ ველოდებით, როცა დაიწყება გარდამოხსნა, იგივე მეორენაირად და ხალხი უფრო იცნობს ამ რიტუალს როგორც დატირებას და სწორედ აი დატირების დაწყებას ველოდებით, რომელიც ჯერჯერობით არ დაწყებულა, თუმცა როგორც გითხარით, დაახლოებით უკვე ძალიან მალე უნდა დაიწყოს ეს. თუმცა ჩვენ მქონდა შესაძლებლობა ასევე გავსაუბრებოდით ღვთისმსახურების დაწყებამდე მამაოს, რომელიც გვესაუბრა ჩვენ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ეკლესიისთვის, მრევლისთვის და მამა დეკანოზმა დავითმა ჩვენთან ინტერვიუს დროს აღნიშნა ასევე იმაზე, რომ დღევანდელი დღე არის მძიმე იმდენად, რამდენადაც დღევანდელ დღეს მრევლი მორწმუნე ადამიანები უნდა დაფიქრდნენ იმაზეც, რომ საკუთარი საქციელით ქმედებებით თუ საკუთარი ფიქრებით კიდევ ხომ არ აგრძელებენ იმ ამბავს, რომელიც 2000 წლის წინ მოხდა უფალი იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრის სახით და დღესაც საკუთარი საქციელით ადამიანი ხომ არ აგრძელებს ამ გზას. მართლმადიდებლური სამყარო განსაკუთრებული განცდით და სიმძიმით მიახლება დღევანდელ დღეს. იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩვენთვის, ჩვენი ცხონებისათვის, ჩვენი გადარჩენისათვის განკაცებული მაცხოვარი ჩვენვე ჯვარს ვაცვით. რა თქმა უნდა, ეს არის თითოეულ ჩვენთაგანში ტოვებს იმის ღრმას სინანულს და იმის განცდას, რომ ჩვენ მართალია დაახლოებით 2000 წელი გვაშორებს ამ მოვლენასთან, მაგრამ ჩვენს იმავე ხომ არ ვაკეთებთ დღევანდელ დღეს ჩვენი ცხოვრების წესით პირველ რიგში. და რაც შეეხება დღევანდელ მსახურებას, რა თქმა უნდა, ეს მძიმეა, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებით უკავშირდება, ასე ვთქვათ, თითოეული მართლმადიდებელი ამ დღეს განსაკუთრებულ განცდებშია. რა თქმა უნდა, არის უმძიმესი მარხვა, მაგრამ ჩვენ მოგეხსენებათ ალბათ, რომ ყველა ჯვარცმას თან მოსდევს აღდგომა. დღევანდელი დღე მართლმადიდებლური სამყაროსთვის, ზოგადად ქრისტიანული სამყაროსთვის იმდენად მძიმეა, რომ დილით წირვა არ სრულდება ტაძრებში და მხოლოდ დიდი პარასკევის მწუხრის ჟამი აღინიშნება და მწუხრის ჟამის ღვთისმსახურება ტარდება, თუმცა აქ დილიდან იყო მრევლი ტაძარში, ახლაც არის რასაკვირველია და ესწრება ღვთისმსახურებას. ისინი მაინც ცდილობენ, რომ ყველაზე მძიმე დღე ეკლესიაში გაატარონ და დღევანდელი ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი უკვე სახლში დაბრუნებულებმა საეკლესიო ტრადიციის მიხედვით კვერცხები წითლად შეღებონ. ყველა ქრისტიანისთვის და მორწმუნე ადამიანისთვის ეს ყველაზე მძიმე და დამრთქმელი დღეა, რადგან ეს დღე გვახსენებს კაცობრიობას, ჩვენს შეცდომებს და დანაშაულსა. მე მიხარია დღეს, რომ მოვახერხე და მოვედი მონასტერში. დღევანდელი დღის სირთულე და სიმძიმე მისი შინაარსობრივი დატვირთვიდან მომდინარეობს, რომ ადამიანმა ამ ქვეყნიურ სიმძიმეებს უნდა აჯობოს გამარჯვებით, ისევე როგორც იესომ სიკვდილი დაამარცხა სიცოცხლით, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებით და სიხარულის მოლოდინში ლოცვებით, მდუმარებით და რა თქმა უნდა მონანიებით უნდა გავატაროთ დღევანდელი დღე. ერთი კვირის წინ ჩვენ ვიდღესასწავლეთ ბზობის დღესასწაული და მართლაც დაგვანახავენ თუ როგორ მცირე ნაბიჯი არის აი ამ განდიდებიდან ჯვარცმამდე და აი ჯვარცმის შემდეგ უკვე ქრისტეს აღდგომით დაგვანახა აი სიკვდილი დათრგუნა ამით და სიბნელეზე გაიმარჯვა სინათლე. ქრისტე გვეუბნება, რომ ყოველი დღე მას დავემსგავსო და ყოველი დღე მისთვის იყოს და ამიტომ რა თქმა უნდა ეს დღე პირველ რიგში ქრისტესთვის არის და ცოდვები ჩვენ მოგვიტევა და კიდევ უფრო ერთად უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ შეგვიწყალოს და გვაპატიოს ჩვენი ცოდვები.
როგორც უკვე გითხარით, დღევანდელი დღის მთავარი ეპიზოდი, ღვთისმსახურების მთავარი ეპიზოდი, რომელიც უშუალოდ არის უფალი იესო ქრისტეს სიმბოლურად გარდამოხსნის შემოტარება ეკლესიაში და ასევე ამ პროცესის დატირება. ჯერ კიდევ წინ არის და ველოდებით ჩვენ ამის დაწყებას. ეს სამების საკათედრო ტაძარში კიდევ უფრო ემოციურია, რადგან იცით, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით უკვე თითქმის 5 ათეული წელია ნაირან ჩხატაშვილი დავით გურამიშვილის ლექსის ტექსტის მიხედვით სწორედ ერთგვარ საგალობელს მღერის სწორედ აი ამ მომენტში, როცა დატირება ხდება, გარდამოხსნა ხდება სამების საკათედრო ტაძარში და ეს ჯერ კიდევ წინ არის. ასევე გეტყვით იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი დღე არის ყველაზე მძიმე ქრისტიანულ სამყაროსთვის, მართლმადიდებლური სამყაროსთვის, ეს ასევე არის მოლოდინის დღე, მოლოდინის სიხარულის დღე იმ თვალსაზრისით, რომ უფალი იესო ქრისტე მესამე დღეს უნდა აღდგეს, ამიტომ დღეიდან უკვე მრევლი ემზადება იესო ქრისტეს აღდგომისთვის. მადლობა, პირდაპირ ეთერში გენო ოსიღმაშვილი საუბრობდა.